გამარჯობათ მეგობრებო. გსოვთ ჯემპერს სვიტერს ქვევიდან და როგორ მოვაგზავნოთ მკლავზე რეზინა, აი ამ ფორმით. შემდეგ ამოვგზავნთ ამას და აი ასეთი სახით იქნება ზურგის მხრიდანაც მოგზოვილი იგივენაირად და როცა შევკერავთ, აი ეს მთლიანად ასე მიეკერება უკანა მხრიდან იგივენაირად მოგზოვილ რეზინას და იქნება აი ასეთი სახით. როგორ მოვგზავნოთ ეს? ეს ერთი ცალი აქეთ ცალ-ცალკე იგზოვება ეს, როცა მოხვალ უკვე ამოგზოვ იმდენს, რომ ფიქრობ, რომ ახლა გჭირდება მკლავები დატოვო და მკლავის რეზინა მოგზოვო, ეს ცალკე იგზოვება და შემდეგ მეორე ცალკე იგზოვება. ამიტომ ეს მოგზოვილია უკვე იმისთვის, რომ ნახოთ, რომელს ვაკეთებთ და როგორ გავაკეთოთ, ახლა მეორეც მოვგზავნოთ ასეთნაირად და როგორც იქნება, შემდეგ ორივეს მოგზავნთ, უკვე გეცოდინებათ ერთი სიტყვით. მოვგზოვე ერთ მხარეს, გამოვგზოვე ეს მთლიანად რასაც ვგზოვთ, მოვედი აი აქ მეორე ნაპირში და აქაც უნდა დავიწყო ახლა მკლავის რეზინას გამოყვანა. ამიტომ ასე ვგზოვდი, ხო? და მოვედი აქ, ახლა ნახეთ. ვიწყებ აქ მატებას. ბოლო თვალიდან. 1 2 3 4 5 6 7 8 თვალი. ვუმატე 8 თვალი, იგივე რაოდენობის, როგორც გავაკეთე აქ. წაღმა უკუღმა თვალი უნდა მოვგზოვო, თავიდანვე უნდა დავაყენო წაღმა და უკუღმა. 1 წაღმა, 1 უკუღმა. 1 2 3 4 5 ჩვენ 8 თვალი ვუმატეთ აქ, ხო? 6 7 და ახლა მერვე ნამატები თვალი, შემდეგი ნაპირის თვალი და კიდე შემდეგი თვალი, გამომყავს ერთად. შემოვტრიალდები, აქ დავაყენოთ აი ასეთნაირად, რომ გასაგები იყოს თქვენთვი, შემოვტრიალდი და აქეთ ვაგრძელებ გსოვას, რომელი თვლებით ჩავამატე იქ. ვგსოვ მხოლოდ წაღმა თვლებს და არ ვგსოვ უკუღმა თვლებს. შიგითა უკუღმა პირიდან ვგსოვ, ნახეთ, ხო? ვგსოვ მხოლოდ წაღმა თვლებს, არ ვგსოვ უკუღმა თვლებს. გარეთა პირიდან ვგსოვ, შემოვტრიალდი და ვგსოვ წაღმა თვლებსაც და უკუღმა თვლებსაც. ყველა თვალს ვგსოვ, რეზინა დავაყენე. რაც ნამატი თვლები იყო. ამ თვალზე წეღან ერთი ნამატი თვალი, ერთი ნაპირის თვალი და ერთი შემდეგი თვალი ვუკლე ერთად ამოვიყვანე. ახლა ეს თვალია.
ერთ თვალს კიდე აქედან გადმოვიტან და რომელ თვალზე წეღან ვუკლე, ისევ იმ თვალზე ვუკლებ ახლაც. ამ სანიშნს ახლა აქეთ დავტოვებ და შემოვტრიალდები. ერთი თვალი ვუკლე ახლა მხოლოდ პირველისგან განსხვავებით, მაშინ სამი თვალი ერთად ამოვიყვანე, ახლა ორი. ვაგრძელებ აქეთ ქსოვას ვარ შიგითა მხრიდან, უკუღმა პირიდან, უკუღმა თვლებს არ ვქსოვ, გადამყავს და ძაბს აქეთ ვტოვებ აუცილებლად, წაღმა თვლებს ვქსოვ მხოლოდ. ვქსოვ გარეთა პირიდან და ყველა თვალს ვქსოვ. წაღმას ვქსოვ წაღმა, უკუღმას ვქსოვ უკუღმა. მოვედი თვალთან, რომელზეც ვუკლებ უკაცრავად, ვატრიალებ, კიდე ერთ თვალს ვატრიალებ და ვუკლებ, ორი თვალი ამომყავს ერთად. დააკვირდით, ერთი და იგივე თვალზე ვუკლებ ყოველ მოსვლაზე შემდეგს. ჩვენ აქ 8 თვალი ჩავამატეთ. მოვქსოვეთ 7 თვალი, 2, 4, 6, 7, მერვე თვალზე, ჩანამატებ მერვე თვალზე, ვუკლეთ ნაპირის თვალი და შემდეგი თვალი, რადგან დააკვირდით, ძალიან ეს ნაპირზე არ გამოსულიყო და არ მოწყვეტილიყო ნაქსოვს, ამიტომ პირველ რიგზე მხოლოდ, როცა მოვედით, ნამატი თვალი, ნაპირის თვალი და შემდეგი თვალი ერთად ვუკლეთ აქ, რომ აი ეს რეზინა, აი ასე უნდა დაჯდეს აქ, უნდა ჩაიქსოვოს, ასე ვთქვათ და ახლა ყოველ მოსვლაზე ერთ თვალს ვუკლებთ იგივე თვალზე. მერვე თვალზე ჩამატებულების. მოვალთ და ვუკლებთ მხოლოდ წაღმა მხრიდან, როცა გარეთა პირიდან მოვდივართ, ვუკლებთ მაშინ. განსხვავებით, როცა აქეთ მხარეს ქსოვ, მოხვალ უკანა შიგითა პირიდან, უკუღმა მხრიდან და მაშინ უკლებ. თანდათან მოყვები აქეთ ნაქსოვში, აი აქ და აქ გარეთა პირიდან ხვდება, რომ მოდიხარ აქეთ და უკლებ წაღმა მხრიდან. ისევ შემოვტრიალდებით. მივდივართ ისევ უკან. შიგითა პირიდან ვქსოვთ, უკუღმა მხრიდან ვქსოვთ მხოლოდ წაღმა თვლებს, უკუღმა თვლები გადაგვაქვს, ძაფი აუცილებლად შიგითა მხრიდან დატოვეთ. შემოვტრიალდით, ვქსოვთ გარეთა პირიდან, წაღმა მხარეს, ვქსოვთ ყველა თვალს, წაღმა ვქსოვთ, უკუღმა. ეს ის თვალია, რომელზეც ვუკლებთ, ვატრიალებ ამ თვალს, ვამატებ შემდეგ თვალს და აუცილებლად ვატრიალებ, რომ აქეთ აი ასე უნდა უკლოთ და არა ასე, მიმართულება მარჯვნიდან მარცხნივ, აი ასე, რომ ეს თვალი ასე სწორად წავიდეს და არ გამოგივიდეთ ძალიან ცუდი შესახედი შემდეგ, როცა მოიქსოვება. ახლა რა სად ვართ? ვუკლეთ ერთი თვალი, ორი თვალი, 3 და 4 თვალი თუ არ ვწდები. 3 თვალი. ერთი კიდე შევტრიალდეთ. წაღმა ვქსოვთ, უკუღმა არა. და ძაფს ვტოვებთ შიგნით. ეს არის შიგითა პირიდან ვქსოვთ. შემოვტრიალდებით, გარეთა პირიდან კი ყველა თვალს ვქსოვთ, წაღმას, წაღმა, უკუღმას, უკუღმა. ასე მოგქსოვთ ამ კლავის რეზინას ბოლომდე, სანამ არ ახვალთ მხარზე
და არ გადააკერებთ ზურგის მხრიდან მოქსოვილ რეზინას. და ზურგის მხრიდანაც ზუსტად ასეთნაირად უნდა დასვათ, როცა ამოხვალთ და ფიქრობ, რომ დატოვო მკლავი უკვე და გჭირდება რეზინა. ზუსტად ასე დაუმატე, ასე დაიწყე ქსოვა, ასე უკლე და ასეთნაირად მოქსოვე შემდეგ იქიდანაც რეზინა, რომ ახვალ მხარზე ეს წინა მხარია, ზურგის მხრიდანაც რეზინა იგივენაირად იყოს მოსული იქ და ერთმანეთს გადააკერო ეს. ეს არის თვალი, რომელზეც უკლებ, შემოვტრიალდი, მეორე თვალიც შემოვატრიალე და ერთად ამოვიყვანე. ახლა უკვე მოგხსოვეთ თუ არ ვწდები 5 რიგი ალბათ, ვუკლეთ 1, 2, 3, 4 თვალი. ეს უკვე საკმარისია, რომ აი აქ რეზინა ჩაჯდეს უკვე თავის ადგილას. შეგიძლია მეტი უკლო. ახლა რატომ უნდა ვუკლოთ ცოტა ან ბევრი? შეხედეთ, რაც მეტს უკლებ, ეს მხარი უფრო შიგით და შიგით წამოვა. აი რისი თქმა მინდა, რომ გაირკვეთ, რამდენი უნდა ვუკლოთ და რატომ უნდა ვუკლოთ. დაუშვათ, შენ განსაზღვრული გაქვს, აი ახლა ერთი სიტყვით ვეცდები დავხატო. ეს არის ხელი, ხო? აი ეს არის ხელი. არა უშავს, კარგად გამოგვივიდა. ეს და ეს. აი ასე, ადამიანიც დავხატეთ, ხო? და ქსო, შენ დაუშვათ, არ ვიცი, ასეთი წინაგულით, ასეთი წინაგულით, არ ვიცი, ერთი სიტყვით, როგორიცაც ქსო, ეს სხვა თემა არის. აქ არა, ჩვენ ვართ აი აქ. ამოქსოვე ახლა, ამოხვედი აქამდე, ასე, ხო, მოქსოვე ეს წინ, უკვე სულ მოქსოვილი გაქვს, აქ. და აი ახლა გინდა რომ დატოვო აი ეს რაც მოვხსოვეთ ახლა გვერდში და მკლავი გამოიყვანო. ჩვენ ავიღეთ ახლა აქ ნახე დავამატეთ 8 თვალი და ვიწყებთ თან კლებას ვიწყებთ ნაქსოვი რაც გვაქვს ჩვენ აქ იქ ვუკლეთ ხო ის თვლები შემოვედით აი შიგით რისი თქმა მინდა აქ მოვედით და ჯემპრის გვერდი რაც გვაქვს ნაქსოვი ზუსტად აქ ვუკლევთ ამ თვლებს ეს 8 თვალი რომ ჩავამატეთ იქსოვება ზუსტად 8 თვალი 1 2 3 4 5 6 7 8 ამ ბოლო მერვე თვალზე ვუკლებთ დანარჩენს ჯემპრის ნაქსოვს და მოვდივართ და სადამდე უნდა ვუკლოთ და სადამდე მოვდივართ, ხო? შენ თუ ახლა აქ აი როგორც ახლა მე 4 თვალი ვუკლე მხოლოდ და შემდეგ გავაიშვიათებ 2 რიგს მოვხსოვ არ ვუკლებ და შემდეგ ვუკლებ რომ აი ასეთი ხო ვუკლე ასეთი კუთხე არ გამომივიდეს და ასე ნელა მოუხვიო და ლამაზად დაჯდეს ამისთვის 2 რიგს მოვხსოვ ახლა და შემდეგ ვუკლებ კიდე ერთხელ ან ორჯერ მეტი აღარა უკვე და თან აი ასე ნელა შემოუხვეს და რგულად დაჯდება ეს რეზინა აი ამ წინა ჯემპრზე ჯემპრის წინა მხარეზე უფრო სწორად და არა უცბად დროში მიატოვო აქ კლება აი ასეთი კუთხე გამოგივა და არ ვიცი შეიძლება არ მოგეწონოს ერთი სიტყვით მიხვდი ნელა უნდა მიატოვო კლება 2 რიგი მოგხსოვე და მე უკლე და დაამთავრე ასე და თუ შენ უფრო ბევრს უკლებ ჩვენ აი აქ ვართ ახლა უფროში 4 თვალი ვუკლეთ და აი აქ წამოვა ახლა ეს აი ზუსტად ასე მკლავს ამოყვება აი ასე მხარს უფრო სწორად და აი აქ მოვა ახლა ეს რეზინა რასაც ვხსოვთ ეს რომ მივატოვოთ ახლა აქ 2 რიგს მოვხსოვ და ერთხელღა ვუკლებ რომ აი რასაც ვამბობ ეს კუთხე არ გამომივიდეს და ასე მომრგვალდეს ხო და მეც აღარ ვუკლებ გამოვიდა რომ 5 თვალს ვუკლებ ბოლო ჯამში მთლიანობაში და ეს რეზინა რო წამოვა აი აქ მოვა აი მხარზე ზუსტად აი აქ მთლიანად დაფარავს აი ხელიდან ხელის და ტანის გადაბმას ასე ვთქვათ რა თუ შენ უფრო მეტს უკლებ ახლა გააგრძელებ 6 7 8 თვალს უკლებ და შემდეგ გაიშვიათებ და წამოხვალ ეს წამოვა აქეთ
აი მაგალითად ამ მხარეს გავაკეთოთ ეს ახლა აქ უკვე აღარ გამოჩნდება ხო კარგი ეს თუ უკლე ახლა ბევრი თუ უკლე შენ აი სად წამოვა ნახე ეს ხო თანდათან აი ეს შევიწროვდა ახლა მოდის აქ ეს უკლებს აქ აი ამ წინა ჯემპრის წინა მხარე და მოდის შიგნით და რაც მეტად ბევრს უკლებ ეს უფრო აქეთ წამოვა და თუ ძალიან ღია გინდა მკლავიდან შენ ეს რასაც გსოვ მაშინ უკლე უფრო ბევრი აი სად მოვა ეხლა ეს შენ რო 7-8 თვალი უკლო აქ ამას თანდათან რომ მოდის რეზინა მოდის და უკლებ შენ აი ძალიან შიგით წამოვა თუ ეხლა 4 თვალი უკლე გავაიშვიათე შემდეგ და 2 რიგის შემდეგ 1 გავუკლე გამომივიდა 5 თვალის კლება მაშინ აი აქ მოვა დაგიფარავს ამ ხარს მთლიანად და აქ სახელოსთან აი ასე მოვა მთლიანად დაფარავს აქ კი აი ძალიან ღია იქნება და ასე გამოვა ახლა შენ რომელიც გჭირდება ის მოგსოვე გინდა უკლე ბევრი რომ ძალიან შიგით წამოვიდეს მაშინ ზურგის მხრიდანაც ალბათ უფრო უნდა უკლო რადგან აქ თვლები შეგიმცირდება შემდეგ გადაბმის დროს რომ ზურგის მხარეს გადააქვსოვო ეს და აქ რო ტოვება ახლა ბევრი თვლები რჩება უფრო ფართედი იქსოვება ეს შვიტრი წინა მხარეს ჯემპრი და აი აქ მოდის ეს მაშინ აქ ხო ბევრი თვლები გჭირდება უფრო შენ რომ ზურგის მხრიდან რო ამოვა ეს თვლები ზუსტად აქედან გადააკერო იქაც მეტი ზუსტად იგივენაირად უკლე ეს აქეთ და ერთნაირად უკლე ზურგის მხარესაც აი ეს აქ უკლებ 5 თვალს ზურგის მხარეს რო ჩააყენებ რეზინას ზუსტად იგივენაირად უკლე იქაც 5 თვალი აქ უკლე 8 თვალი მაშინ ზუსტად 8 თვალი უკლე აქაც შენ წინა მხარესაც და ზურგის მხარესაც ერთნაირი რაოდენობის თვლები უნდა დაგრჩეს რო ახვალ ზევით რო ეს მხარი გადაკერო ზურგისდან ამომდინარე მოქსოვილი მხრიდან და აი ეს გამოგივიდეს რაოდენობაში ერთნაირად შემდეგ ერთი სიტყვით მე მგონი რომ გასაგებია ახლა ნახე ამას ვგსოვ ახლა მე გავყვები და მთლიანად მოვგსოვ აი როდის ვუკლო შემდეგ რომ გავაიშვიათო შეიძლება შეკითხვა დაგებადოს რომ ახლა უცებ აღარ ვუკლო მეტი ვუკლეთ 1 2 3 4 თვალი და მე გავაგრძელებ ახლა გსოვას აქაც უკვე მოგსოვილი გვაქვს ეს ზუსტად იგივენაირად მოვგსოვეთ როგორც ახლა ამ წუთში ეს მოვგსოვეთ და წამოვედი ეს რო გავაჩერი აქ წამოვედი გადმოვგსოვე აქეთ ახლა აქ ჩვეულებრივად ვგსოვ ვთქვი რომ 4 თვალი ვუკლე და შემოვედი ეს რეზინა მეტი ღრმად აქ აღარ ვუკლებ რადგან არ მინდა ასეთი და მჭირდება მოვგსოვო ასეთი მე მგონი გარკვევით ახსენი ხო გარეთ აპირიდან ყველა თვალს ვგსოვთ წაღმასაც და უკუღმა თვალსაც იგივენაირად ვგსოვთ ამ მხარესაც შემოვტრიალდი უკუღმა პირიდან ვგსოვ შიგითა პირიდან უკუღმა თვლებს არ ვგსოვ გადამყავს წაღმა თვლებს ვგსოვ მხოლოდ რეზინას აი ასე აქაც მაქვს 2 4 6 7 8 თვალი და აქ მოდი სანიშნი დავტოვოთ რომ თქვენთვის გასაგები იყოს სად ვართ რას ვაკეთებთ აქ დანარჩენი არ ვუკლი ახლა მოვედი მოვგსოვე წავედი
და ვგსოვ მთლიანად ჯემპრის წინა მხარეს. როგორც ვგსოვდი ქვევიდან, დავაყენი ახლა ეს რეზინა მკლავების და ახლა ვგსოვ იგივე მთლიანად წინა მხარეს. ორი, 4, 6, 8 თვალი ეს არის ეს აქეთი მხარე რაც მოვგსოვეთ წეღან, ხო? რეზინა. უკუღმართლებს არ გგსოვთ, წაღმართლებს გგსოვთ, უკუღმართლებს არ გგსოვთ, ძაფი ყოველთვის დატოვეთ უკუღმა შიგეთა პირზე. ერთნაირად გგსოვეთ ეს რეზინა, როცა დააყენებთ აქ. წავედი არ ვუკლე, მოვედი არ ვუკლე, ხო? გარეთა პირიდან წაღმაც იქსოვება და უკუღმაც. ერთნაირად გგსოვეთ ორივე მხარეს ეს რეზინა. არც ახლა ვუკლებ. მოვგსოვ ჩვეულებრივად. წავედი ვგსოვ ისე. აი ახლა ვუკლებ აქ. და როგორ ვუკლებ ამ მხარეს. ამ მხარეს ნახეთ როგორ ვუკლებდი, ხო? ვატრიალებდი თვლებს, მარჯვენა მხრიდან გავდიოდი და უკლებდი. ეს სანიშნი ავიღოთ, რადგან აი რომელ თვალზეც უნდა ვუკლოთ, აი აგერ გვაქვს. ახლა ნახე, აი ეს თვალი უნდა ვუკლოთ. აგერ აქეთ გადმოვიტან ამ სანიშნს. არ ვატრიალებ ახლა თვლებს, აი აქედან გავდივარ, ჩვეულებრივად როგორც ვგსოვთ ისია თვლები. აქედან გავდივარ და ასე ამომყავს. სულ ერთია არ არის, საიდან მოიყვან და როგორ უკლებ, ასე არა. აქეთი მხარე, აი აქედან გავდივარ და ასე ამომყავს ორი თვალი ერთად, ვუკლე. და გავაგრძელებ წაღმართლების გსოვას, უკუღმართლებს არ გსოვთ. ეს უკვე რეზინაა. უკაცრავად წაღმა მხრიდან გსოვთ, უკაცრავად არ დაიბნეთ, გარეთა პირიდან გსოვთ და ყველა თვალს გსოვთ. წაღმას წაღმა, უკუღმას უკუღმა. უკუღმა პირიდან ვგსოვთ, წაღმა თვლებს ვგსოვთ, უკუღმა თვლებს არა. შიგითა უკუღმა პირიდან არ ვგსოვთ, მხოლოდ უკუღმა თვლებს. წაღმა თვლებს ვგსოვთ. ეს ყოველთვის გაითვალისწინეთ. გარეთა მხრიდან ყველა თვალი იქსოვება. უკუღმა თვლებს არ ვგსოვთ, შიგითა პირიდან, უკუღმა პირიდან ვართ, წაღმა თვლებს ვგსოვთ. ეს უკვე რეზინა გვაქვს მონიშნული აქეთ, თქვენთვი რო უფრო თვალსაჩინო იყოს და დანარჩენი ჯემპრი ჩვეულებრივად იქსოვება აქ, რასაც გსოვთ, სქემას გსოვთ თუ არაფერს.
აქ სანიშნის შემდეგ არის რეზინა, ვიცით, უკუღმართლებს შიგითა პირიდან გსოვთ, უკუღმა მხრიდან. უკუღმართლებს არ გსოვთ ძაფი აქეთ, წაღმართლებს გსოვთ. ასე მოგსოვთ ბოლომდე კიდევ იმეორებ რეზინას. შემოვტრიალდით, გარეთა პირიდან ვართ. ყველა თვალს გსოვთ, წაღმას წაღმა, უკუღმას უკუღმა. აი ახლა უნდა ვუკლო აქაც ერთი თვალი და ეს იქნება ბოლო კლება, მეც აღარ ვუკლებ. ახლა აქ ამ თვალზე ვუკლებ, ხო ვატრიალებ. შემდეგ თვალსაც ვატრიალებ. აი ნახეთ, დავაბრუნებ უკან და ამ წესით გავდივარ და აი ასე ვუკლებ, განსხვავებით მეორე მხრიდან. რადგან აუცილებლად აი ასე სწორ ხაზზე უნდა მიდიოდეს ეს კლება, ეს თვალი და იქით მხრიდანაც აქეთ მოდიოდეს. ეს სანიშნი დავტოვოთ აქ და ჩვენ გავაგრძელოთ ჩვეულებრივად ქსოვა. ორი რიგი მოვქსოვე, ნახეთ, თავისუფალი, აი ამ კლებების შემდეგ ერთი თვალი ვუკლე და ახლა აღარ ვუკლებ მეტს აქ, არც იქ, ჩვეულებრივად მოვქსოვ ამ რეზინას და გამომივა აი ასეთი. და არა ასეთი. უფრო მეტი უკლეთ თუ ასეთი, გინდათ შემდეგ რომ ასეთი მოიქსოვოს. ამოქსოვთ ამ რეზინას ბოლომდე, აი აქამდე, შემდეგ ზურგის მხარესაც იგივენაირად კიდევ ვიმეორებ, ჩააყენებთ ასე რეზინას ზუსტად, მოქსოვთ ზუსტად ასე და შემდეგ აი აქ გადაკერავთ ამ რეზინას წინა მხრიდან და ზურგის მხრიდან რეზინას კიდევ. და ასეც მოქსოვთ თუ ასეც, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ახლა შეგიძლიათ მეგობრებო ჩააყენოთ აქ უკვე წინა გული, როგორიც გინდათ თქვენ და რანაირსაც გსოვთ, ან ამოქსოვოთ და რგვალი საყელოთი თქვენი მოდელი როგორიც იქნებოდა, როგორსაც გსოვთ. ეს იყო თემა, როგორ მოვგსოვოთ რეზინა აი ამ კლავთან ერთად, როცა წინა ქვევიდან გსოვთ ჯემპერს, სვიტერს და ასევე მოგსოვთ ზურგის მხრიდანაც. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.